გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის. ვინ არის თქვენი ადამიანი? ფსიქოლოგიური პორტრეტი მისი, ასე ვთქვათ, რა პიროვნებაა? რა მოაქვს მას თქვენთვის? რისთვის შეხვდით ერთმანეთს და ასე შემდეგ. რა ტრანსფორმაციას გადიხართ ერთად, ასე ვთქვათ. ნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი პირველ რიგში, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს კონკრეტული გაშლა არის თქვენზე. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ადამიანი მებრძოლი, ადამიანი ენერგიული და ადამიანი, რომელმაც იპოვეთ ბალანსი თქვენს თავში. ისწავლეთ თქვენი ემოციების მართვა. ისწავლეთ როგორ მოიპოვოთ ცხოვრებაში სიმშვიდე და როგორ მიაღწიოთ სასურველ მიზნებს. პირდაპირ გაგებით ეს ისწავლეთ დროთა განმავლობაში, ცხოვრებამ გასწავლათ, ასე ვთქვათ. და ჩამოყალიბდით ძალიან მიმზიდველ, გონიერ, ჭკვიან ადამიანად, რომელმაც მიაღწიეთ ბევრ სიკეთეებს, ასე ვთქვათ. თუ ამოიცანით თქვენი თავი, თუ ასეთი ხართ, მებრძოლი პიროვნება ლიდერული თვისებებით, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვაგვარი ადამიანი ხართ, სხვა თვისებებით, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და შეგიძლიათ ასკროლოთ. ნახოთ, ვინ არის თქვენი პიროვნება, ვინც თქვენ გაინტერესებთ, ჩაიფიქრეთ ადამიანი, თქვენი ადამიანი, მისი, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური პორტრეტი. ვინ არის ის? ეს არის ადამიანი, ესე იგი, ინტელექტით და ეროვნული თვისებებით თქვენ ნამდვილად არ ჩამოგივარდებათ, ენერგეტიკით არის თქვენი მსგავსი. ეს არის ადამიანი, რომელიც მიყვება ინტუიცია ცხოვრებაში და ეს არის სწორი გზა, სწორი მიმართულება მისთვის. ეს არის სანიმუშო ადამიანი. ეს არის ადამიანი, რომელსაც ხვები შესცქერიან და ყოველთვის უფრო მაღლა დგას საზოგადოებაში, ვიდრე მისი, ასე ვთქვათ, თანამებრძოლები იქნება, თანამოაზრეები იქნება, თუ ვინ იქნება. მაღლა დგას, ოღონდ კარგი გაგებით დაუშვათ, არის უფრო მეტად პროფესიონალი თავის საქმეში, ვიდრე სხვები. ესმის საქმე უფრო მეტად, ვიდრე მის კოლეგებს დაუშვათ. განსწავლულია რაღაც საკითხში უფრო მეტად, ვიდრე მისი თანამოაზრეები. ეს არის ადამიანი, რომელიც სხვას უნათებს გზას მისი ნათელი გონებით, მისი ცოდნით, მისი უნარებით. ესეთია თქვენი ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი. თუმცა არ ნიშნავს, რომ ის ყველასთვის არის ხელმისაწვდომი. პირიქით, ის მიუწვდომელია გარშემო მყოფებისთვის. ალბათ თითზე ჩამოსათვლელია ხალხი, რომლებიც მასთან ახლობლობენ, ურთიერთობენ და შედიან კონტაქტში, ასე ვთქვათ. ზოგადად შესაძლებელია ყავს უამრავი მეგობარი, მაგრამ ახლო, რომელსაც გულთან უშვებს თვითონ ეყოლება ძალიან ცოტა. კარგი, რატომ შეხვდით თქვენ ერთმანეთს? თქვენ და ის პიროვნება, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ, რატო გადაიკვეთ, ასე ვთქვათ, თქვენი გზები? ხმართა ჩემო, ნახეთ ძვირფასებო. ვინც ცნობა არ იცით, ალბათ მიხვდებით ისედაც, რომ ეს არის სიყვარული, ეს არის უმაღლესი არკანი, შეყვარებულები. ნახეთ, როგორი სილამაზეა, მთავარანგელოზი ფარად უდგას ამ სიყვარულს, ასე ვთქვათ, უმაღლესი ძალები იცავენ თქვენს სიყვარულს. ესე იგი, რატო შეხვდით? სიყვარულისთვის შეხვდით. თქვენი სულები არის
შეიძლება ითქვას მონათესავე, ესეც არ მინდა ვთქვა, რომ მონათესავე სულები, უფრო ტყუპები, ასე ვთქვათ, თქვენი სულები ერთმანეთს ცნობენ. ასეინება განგებამ, ასე ვთქვათ, რომ თქვენ აუცილებლად უნდა შეხვედრილიყავით ერთმანეთს და უნდა გამხდარიყავით, ასე ვთქვათ, ერთ არსი. ამიტომ შეხვდით ერთმანეთს. რა ტრანსფორმაციას გადახართ თქვენ ამით? თქვენ ახალი, უფრო კომფორტული სამყაროსთვის ემზადებით, სადაც იქნებით ლაღად, სადაც არ გექნებათ არავითარი, ასე ვთქვათ, თავის კივილი და დარდი, პირიქით, იქნება მხიარულების დრო, იქნება უფრო მეტი კომფორტის და თქვენ იქნებით ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი თავი, სარკეშიც და ისეც, ასე ვთქვათ, ანუ სარკეში რო ჩაიხედავთ, თქვენ იქნებით ბედნიერი იმითი, რომ ესეთი ლაღი, უდარდელი და ლამაზი ცხოვრება გაქვთ. აი, ამისთვის შეხვდით ერთმანეთს და ამაში როგორ გეხმარებათ ეს ადამიანი? გამიჩნდა ასეთი კითხვა. ან თქვენ როგორ ეხმარებით? გამოფხიზლებაში გეხმარებათ და ასევე თქვენც ალბათ. ესე იგი, ეს ადამიანი თქვენ გაფხიზლებთ, რაღაცას განიშნებს, შესაძლებელია გეუბნებათ პირდაპირ მნიშვნელობით, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იყოთ უფრო ბედნიერი. თუ პირდაპირ არ გეუბნებათ ამას თავისი სიტყვებით, თავისი ქცევებით, რაც ნიშნავს თქვენს გამოღვიძებას, გამოფხიზლებას. შესაძლებელია სანამ ამ ადამიანს შეხვდებოდით, თქვენ, მეტაფორულად ვამბობ და არა პირდაპირ მნიშვნელობით, თქვენ გეიცინათ, შეიძლება თქვენ ვარდისფერი სათვალებით აღიქვამდით სამყაროს. მასთან შეხვედრის შემდეგ და რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ თქვენ გამოფხიზლდით, თქვენ გამოიღვიძეთ. ისევ მეტაფორულად ვამბობ ამას, რა საკვირველია, გადატანითი მნიშვნელობით. ისე აღარ უყურებთ მოვლენებს, როგორც მასთან შეხვედრამდე აღიქვამდით. ახლა აღიქვამთ თქვენ რეალობას ისეც, როგორიც არის სინამდვილეში. კარგით. ნახოთ, რა მოგაქვთ თქვენ ერთმანეთისთვის. თქვენ რა მოგაქვთ თქვენი ადამიანისთვის ცხოვრებაში. თქვენ ძვირფასებო გონებას უხსნით მას. გონებას უხსნით თქვენი ქცევით, როდესაც თქვენ არაფერს არ აკეთებთ. საერთოდ ნაბიჯს არ დგამთ, არაფერს არ აკეთებთ მისთვის, აი ამ დროს თქვენს ადამიანს ეხსნება გონება, ის აანალიზებს რაღაცეებს, ახდენს რეფლექსიას საკუთარ თავში და თქვენ ამით მას ეხმარებით, რომ მან განავითაროს მისი თავი და წავიდეს წინ. და ის რაში რა კითხვა დავსვი, რაში გეხმარებათ? ალბათ ეს ხო. ის რაში გეხმარებათ თქვენ? რა მოაქვს მას თქვენთვის? მას მოაქვს თქვენთვის გამოცდილება პირველ რიგში, სიბრძნე, ანალიტიკის უნარი, ლოგიკა. თქვენ აანალიზებთ, რომ მარტო ცხოვრებაში უფრო კარგად იკვალავთ გზას, უფრო ადვილად მიდეხართ წინ, უფრო სხარტად და გონიერად ისახავთ მომავლის მიზნებს და აღწევთ კიდეც განსაკუთრებით კარიერულ სიმაღლეებს. ისეთი ორივე რაღაც ინტელექტუალურად, გონებრივად ერთმანეთზე ზემოქმედებთ საუკეთესო კუთხით. რჩევა ვნახოთ თქვენთვის და ამაზე დავასრულოთ. რჩევა თქვენთვის თუ მოვასწარეთ ძვირფასებო, ეს არჩევანი მოგეცემათ სიყვარულსა და შესაძლებელია კარიერას შორის. უნდა გააკეთოთ თავად არჩევანი. გესურვებთ წარმატებებს და შევხვდებით მომდევნო